მოგესალმებით მეგობრებო. გამოიწერეთ არხი. ეხლა ვარ ნიუ-იორკში. ტურისზე მეჩქარება რომ დავაპიკაპო და რამენაირად უნდა მოვასწრო რომ დავაპიკაპო, მაგრამ გზა ჩაკეტილი არის და ვერ მივდივარ. მაგარი თოვლი მოვიდა და ეს მონაკვეთი არის სადღაცას ერთი ნახევარი 1 საათის გზაზე არის ეს თოვლი. ხო და ზუსტად მან მოვყევი და მედია მალე გავალ აქედან სადღაც 20 წუთი მაქვს დრო რომ კიდე ესე ვიყო გაჩერებული. 20 წუთში თუ ვერ დავიძარი, ტვირთი გამიქენსელდება. იქითკენაც ცუდი ამინდები მელოდება. და ვნახოთ როგორი კვირა გვექნება. იმადი მაქვს რომ ცუდი ამინდები არ იქნება და სხვანაირ ვიდეო შემოგთავაზოთ. თან კიდე მაგარი მსუბუქი ვარ. იქითკენ მაგარი ქარები არის და ნახოთ როგორ გადავალთ რა. ისტიდან მივდივარ ახლა უესტისკენ. ნიუ-იორკიდან მივდივარ აიდაჰოსკენ და ნახოთ რა იქნება. განახით ახლა გაიცახდე. არ ვიცი ვიდეოში ჩანს თუ არა, მაგრამ აი გემრიელად თოვს. წავედი მოკლედ და იმედია მალე გავალ აქედან. ეგ არის გოიღრისა დაძვრა და ფიფქებს აყრის მაგრად თოვს და ვერ ასწრებენ გაწმინას, იმიტომ რომ ინტერსტეიტ გზაზე სადაც იქ მაგისტრალზე იქ არის ავარია მომხდარი და ყველა მანქანები ჩემი აზრით იქითკენ არიან მიმართულები და ხო და ეხა გამოგვიჩეს სათადარიგო გზაზე და ქალაქებით უნდა გავიარო და იმედია მალე ჩავალ რა. ეხა აკლია 6 საათამდე მაქვს დატვირთვა და ეხა აკლია ჩავიდე 6-10 წუთი ეკვდება რომ მივა. იმედია აღარ დამემატება და იმედია დამტვირთვა და იმედია გამიმართლებს. ეხა ეს დავამუღამე კამერაში. DJI-ის კამერაში უფრო კარგად ჩანს წინ რა ხდება ვიდრე თვალებით ხედავ. იმენა მეღირსა ძლივს განთავისუფლდა გზა და თოვლიც მორჩა. იმედია მალე მივალ რა. 10 წუთი მაგვიარდება, მაგრამ იმედია მივასწრებ თვით. დაიწყეს დატვირთვა, კამერა დამიჯდა. ეს 2 პალეტი შეიტანეს და კიდევ 4 პალეტი, არა 6 პალეტი დარჩათ კიდე. მოვასწარი წკიბაზე. მალე გამიშვებენ იმედია. მოკლედ მოვედი, გავჩერდი ახლა. დავწევით დავიგდები და დავიძინა. quick-start არის, მაგრამ მევასება დილით. კაი რაღაცეები აქვს ხოლმე და ყავაც კაი აქვს და ავიღებ და დავეშვები. ხო, დილით გავიღუძებ ალბათ ეგრე 10-ისკენ 11-ისკენ რა. წავედი მოკლედ დავიძინე და ხოლმე შემოგიერთდებით. გაგვითენა დღემშვენიერი. მზიარი, ცოტა ქარი არის. გავაგზავნეთ სიარულს და დარჩენილი მაქვს ზუსტად 11 საათის სასიარულო და სიარულშიც მოვაკლებ ამ დროს სადღაც 1-20 წუთი 30 წუთს ჩამოვაკლებ სიარულში. წავედი მოკლედ და გზაში ვნახოთ რა გადახდება. არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ძალიან ვეჭიდავები ქარს. ძალიან და მაგარი ქარი არის. და მაგარს მაქნებს. იმედია გადავრჩები სადღაც 30-40 მილი მაქვს სასიარულო 1 საათში გავული ამათ ალბათ ნელი სიარულით და მერე რომ გავალ იქიდან აღარ არის ქარი. ძალიან მაგარს მაქანა ორის. უბრალოდ რომ გავული ამ ქარს მაინტერესებს რამდენი ვარ ზონაში. იმიტომ რომ ვაიომინგში აჩვენებს დღეს მოსალოდნელი არისო 80 პლუსი ქარი და 80 პლუსი ქარი არის 120 კმ/სთ, 130 კმ/სთ. ანუ გაზ ბოლომდე მიდია და მანქანა ვერ მიდის, ისეთი წინაღობა აქვს. ხენახი. ეს გადაღირავებულია წინაც, აი ვაფშე ყველაფერი მოაქვს. არ ვიცი ჩანს თუ არა კარგად კამერაში. გამჩერებელი არ ვარ. ხვალ დელივერი მაქვს. და იმედია გავაჩერებია ჩავალ ბოლომდე და აი კარტა მაგდეს რეშკა. წავედი ხელი უნდა მოგიდო მანქანას.
როგორც იქნა ჩამოვედი ვაიომინგში წეღან მაგარი ქარი იყო და წინაც ცოტა ქარი მელოდება რა ეხა ვასხავ საწოლს და ძალიან ელა ისხმა აქეთა პომპათი სწრაფად ჩაესხა და იქითა პომპათი ელა ისხმევა ძალიან და მეთქი რამეს უჩალიჩეთ ხო იქ ვიყავი ჩაკოზული იქითა პომპა სადაც არის აქ ვიდექი და აი აქეთკენ ვიდექი და ამომიზრა პომპა და დამისვედა ფეხსაცმელები ყველაზე კაი ის არის ამ ნიუ ბალანსებში მაქვს 25 დოლარი გადახდილი დიზელის უნდა აყარს და ნასკების ლეგენს გადაყვარი იმედია მალე ჩავასხავ ძალიან იწელება დრო სიელი არა გვაქვს ხა აქ შეგვიძლია ავიღოთ ნახოთ ხო ყველაფერი კარგად არის იდეალურად დევს ყველაფერი და მული გვაქვს პირველი ტვირთიც მეორე ტვირთიც და იმედია მალე გავალთ ნატურების ყველა მუშაობს პიტიაიც ჩავადარეთ წავედი მოკლედ დროებით და შემოგიერთებით ხვალიდან იმედია დღეიდან არც დღეს არ შემოგიერთებით და არ იქნება ძალიან ქარები მოკლედ ბევრი გვეძინა თუ ცოტა გვეძინა მოვედი დელივერიზე უნდა ჩამოვცალოთ ახლა მანქანა სუმარილიანი არის ხო და უნდა ჩამოვცალოთ დოკი არ აქვს და პატარა ფორკლიფტი უნდა შედონ და უნდა დავიხმარო ჩამოცლას ეხა ეს გოგო მომალე დავიხმარები ჩამოცლაში და გავაგრძელებ გზას ალბათ გავჩერდები საჯულოს შევჭამ სადმეში ვაგზაში წყალს გადავივლებ შეიძლება მანქანას გავარეცხო მაგრამ აქეთკენ აღარც და აღარ არის მანქანის გასარეცხი აი დახუში თუ გავარეცხო და let's see ნახოთ რა იქნება რა აი მოაქეხა ფორკლიფტი ეს არის პატარა ფორკლიფტი და ამ ფორკლიფტით დავეხმარები პატარა ფორკლიფტია და ხა შედებს შიგნით და დავიწყეთ დაცლას წავედი მოკლედ ავედი და დავეხმარები თუ ქონდა შანსი გადავიღებ სამას არაგველებზე ის რო არის რა ქვია პატარკაცის შვილის სახლი როა რა მან და ქონდათ ხოლმე წვანედი იყო ხოლმე შეღებილი ეხა არის გონი წვანედი შეღებილი მაშინ ლურჯად იყო შეღებილი მან ქონდათ ხოლმე აი ძალიან მაგარი კუბდარი და ძალიან მაგარი ხაჭაპური და მაგა დასწორდა ხოლმე ერთხელ მომივიდა ეგრე რომ ჩარო არ? ო, ერთხელ მომივიდა ეგრე რომ გავაჩერეთ და მამაჩემს 15 მიყიდეთ ხო რაღაცეები ისა ესა თქვა გააჩერა მამაჩემ ხაჭაპურის მიყიდა კუბდარის მიყიდა და მირინდას ლიმონათი იყო ახალი შემოსული რა წვანე მირინდა იყო და ეს მირინდა მიყიდა შევჭამე ხაჭაპური და აი უკვე რა იმაზე ამოდიხარ რა ქვია ჯორჯ ბოშის ქუჩაზე რომ ამოდიხარ რა კახეთის დატკეცილზე რა უნდა დადგე რა მანტროშუქიშანია სანამ ხიჩი გაზრები ეს შევჭამე და პატარა არ ვიცი რა ეგეთი რაღაცების აზიარა ვარ რა ჩემს და ამ მირინდას ესე ვანჭრევ აქეთიქით რაღაცებს ვაკეთებ ისა და მამაჩემი მეუბნება რომ არ გახსნაო ისოდეო რა ცოტა ხანი დაიცვა და მე გახსენიო რა და მეთქი არა მეთქი უნდა დავლიო და კაიო დალიო ვიდეო გახსენიო და ესე გამიდოდა რა მოხსენი და მთლიანი მირინდა იმენა თლიან მანქანაში ფიუ სულ გაიშალა ისეთი სახე ქონდა მეთქი რა მოხდა წავედი მოკლედ და შემოგეხმიარებით გზიდან მაგად მეჩქარევა გზაში არის მოსალოდნელი რაღაც ქარიშხალი არისო მოსალოდნელიო მაგარი თოვლი არის მოსალოდნელიო და იმედი მაქვს რომ გამე პრობლემები არ შეგვექნება მოკლედ კიდე მინდა ერთი რაღაც თქვა ბოლო ვიდეორას დავდე ამერიკული ტრაილერზე ანუ შემოსავალი და გასავალზე ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა და ძალიან ბევრი კომენტარებს ველოდებოდი რომ და მაგისთვისაც ვიყავი რომ ძალიან ცუდი კომენტარები წამოვიდო და დამსინავი და
ცოტა ისეთი რომ ვიტყვები და რაღაცეები რა. მაგრამ სადაც ერთი 100 კომენტარიდან 1-2 კომენტარი დაიწერა ისეთი რომ ან ტყუილებს ამბობ და რაღაცეები. დანარჩენი ვინც დამიწერა სადაც ერთი 50% ტრეილერის ცოლები არიან. და ყველამ ისეთი კომენტარი დაწერა რომ ანუ ისინიც მაგ დღეში არიან და თუ მაგ დღეში არ არიან ეგ მაინც აქვს გამოვლილი. მოკლედ გავჩერდი, ვიყიდე, რაზეც ვიყიდე, გამათბობელიც ვიყიდე, ის გამათბობელი არ უნდათ მე რომელიც მქონდა და 2 გაზი მაქვს და 1 გამათბობელი რა. და ეხლა მივალ და დავიდეთები ხახვი და დავეშვები და დღეს და ხვალ უნდა ვიარო რომ გავასწრო მაგ ცუდა მიდეს, მაგრამ ვერ გავასწრებ შანსი არა, იმიტომ რომ კვირა დღეს მიწევს პენსილვანია, ნიუ-ჯერსი, ნიუ-იორკი და მანდეთ არის ძალიან ცუდი ამინდები. გადავხედე კიდევაც ამინდებს და კაროჩე გარდაუვალი არის. მოკლედ მაგარი ცუდი ამინდები ხოლმე მეთქვა წინ და სადმე ცუდა დილში მომიწევს გაჩერება. ლობიო, ოსტრი, ხარჩო, კატლეტი, 1 კატლეტი შიგნითა მაქვს, ხაჭაპური, შოთის პურები, საწებელი, 2-3 დღეა, რავი, ამდენი ხანი წინ და გაჩერდი და 1 სამყოფი მაქვს. ბოისეში თუ ამოხვალ და ამ საჭმელებს არ გასინჯავთ. რავი, მე თქვენთავს არ უნდა აპატიოთ რა. ძალიან გემრიელი რაღაცეებია, აი ძალიან. ვაიომინგიდან იწყება მაგარი თოვლები. შტორმი არის მოსალოდნელი. კარი, კარბუქი, თოვლი, წვიმა, ბლექაისი და ძალიან ცუდი გზა უნდა იყოს. კვირა დღეს საერთოდ იკეტება მაგისტრალები. და ნახოთ რა სად გავიჭედები და სად მოგიწევს გაჩერება და ყოფნა და როგორი გზა გვექნება. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ იქნება ისეთი თოვლი რომ გარშემო იდოს და გზაზე არ იყოს. ლექაისი არის მაგარი და გზა სული ბლიკოს გაბრიალებული არის და ეხლა დამჭა 62 მილი. ცოტა იქით საცხოვრებს აჩვენებს და მივალ და გავჩერდები და ამ თავს აჩვენებს შეიძლება ლარამის პერევალზე და მე ნებრასკაშიც და რავი გარისვას ავდგები და გავაჩერებ რა 12 საათი გავაჩერებ და დილით ავდგები და დილით დავაშვები. უკვე მოიმატა ცოტა ბლექაისმა მანქანებიც რაღაცა ცოტა ისე დადიან. არა პირველი ხაზი ხა ძალიანაც არ არის დაღებული რა. სწრაფად არ უნდა იარო და რესპონდაბილიზი არ უნდა იხმარო და ძალიან მაგრად ცივა და ის გამოთხოველი უეჭველი უნდა ჩავრდა. წავოდი მოკლედ ეხლა და წავუძინებ მეც. ხახვიც კარგად იქნება და ყველაფერი კარგად იქნება. წავედი. გათენდა შაბათი დღეც. ეხლა ვარ ჩეიენი ლარამის პერევალზე. ცოტა ისეთ სიტუაცია, მაგრამ ასვით ავდივარ, ამოყინული არ არის და დღეს გეგმაში მაქვს რომ ნებრასკა, აიოვა და ცოტა ილინოისი გავიარო. მოკლედ ეხლა გავჩერდი ტრაქტორზე. კონოკუ არის ნებრასკაში და აქ არის ქართული ხუთლარიანი, აი ქართული ხუთლარიანი არის გაკროლი რა. ლაშას პირეკიძე ალაშას პირეკიზიანს ხო ლაშას პირეკიზია წერია 2023 წელს გააკრა რა. ძალიან ბევრი ქვეყნის ისინი არის. ძალიან ბევრი ქვეყნის ფული არის გაკროლი და ერთ-ერთი არის ლარი. მოკლედ აიო 4-ზე გავჩერდი. გამათბობლები ჩავრთე.
просто ისეთი სიცივი არის, აი ძალიან მაგრაცივა და უბრალოდ ის ერთი ცალი გამათობელი რაც იმათმა მითხრეს რომ ჩართეო მეორეც დავამატე რა. ეს ერთი და აქედან კიდე ორ კაფორი არის. წავალ დავიძინე ცოტა ხანი. 1-2 საათში კიდე შემოხედავ ჩართული ხო არის. იხაბოვედის 1-10 წუთია და უკვე დადო რა, ცოტა დადო. ნახოთ რა იქნება. აქეთ კი დიდი არაფერი არ იქნება, ილინოისის შტატისტიკა იქნება, ცოტა ცუდი აბიტები. ილინოისთან გაყოლებული და ხვალ რო დავიძრები, იმედია ცუდი ამიდები არ მომიწევს. მოგად ახლა გამოვედი. აიო 80-ზე ვიყავი გაჩერებული, სადღაც არის 6 საათი. მიდიაში 6 საათი დავიძარი რა. 25 წუთი არაც მოდივარ. ეს საერთოდ მშრალი არის, არაფერი არ ხდება ჯერ. მშრალი არის, გვერდებზე არ აქვს ნათო, просто ილინოისში რო შევალ კარგად ილინოისი ინდიანას საზღვარზე მან უკვე თოვლები იწყება და მაგიდან მოყოლებული ნიუ-იორკამდე მაგარი თოვლები უნდა იყოს სადღაცას 850 მილი გარჩა სულ თოვლებში რო ვიარო უბრალოდ ეხა უკვე ისე გავილი რომ გადავლილი იქნება ან კიდე თოვლებს ღრუბლებს გავყავი რა თოვლს გავყავი და უკიდან არ წავამეწევა და არის თოვლს მაქსიმუმ რაც დადებული იქნება იმაზე უნდა გავიარო. პატარ-პატარა ადგილებზე კი მინდა თოვლები, მაგრამ it's okay. ჯიგრები მიუყვებიან წმინდა ვენ გზას. ეხა გადავალ ფასიან გზაზე 5 მილში. შემოვედი და გადათეთრებულია, გაყინული არის. წეღან დაბასიჩქარე ცოტა მოუსინჯე დორმოზები და იგრევე გასრიალეს რა. და მივდივარ 44 მილით. აი ეს უკვე გავს რაღაცაში თოვს და გზები რო უნდა ჩაიკიტოს და ეგეთ რაღაცას გავს უკვე. ცოტა რაღაცა ეგეთ ჩანს. ეს სპიდ ლიმიტში 45 რო არის და ყველგან 45 წერია და აი მანქანა ესე რო ჩაგივლის, აი ძალიან სუდია რა, თავისას მაგარი საფრთხეა და ღმერთმა დაიფაროს მე ყველას ანელებს და ძალიან ბევრი დადიან ესეთები. მაგრად ეხავს. მომატა თორმას და გზაც მაგარი გასაწმენდი არის. არაფერი არ ჩას ვაფშე წესიურად. მაგრამ უარესებიც გვივლია, მაგრამ იმედია რომ მეტი არ გაუარესდება ამელი. ჯერჯერობით მანქანები არ შემხვედრია ავარია რო იყოს ან გადავარდნილი იყოს და იმედი მაქვს არ შემხვდება ეგეთი რაღაცეები. ეხა ვერ გამიგია რა ხდება. წინავარეულებით მიდიან და ვაფშე არ ჩანს. არ ვიცი კამერაში ჩანს თუ არა, მაგარი თოვლი არის. აი, საღო. დაუშვ, კიდე წამოდი, კიდე. просто ესე 25-ით და 30-ით სადამდე უნდა ვიარო, აი არ ვიცი. არა ის ვიცი რა საწვავი მაქვს და საჭმელი და წყალი მაქვს. თუ რაღაცა გავჩერდით. დავოდი რამე თუ შეიცვალა, შემოგიერთებით ვიდეოების გადაღებას ჯობია რომ ვატარო წესიურად მანქანა. რად მოიმატა და მანქანების არის თუ არ მედინა. მათიც მივდივარ და 11. უმატებს, წეღან ოდნა ვაღმართზე მომიწია. ვის დადის მე 80-ზე ინდიანაში კი ეცოდნება რომ აღმართების საერთოდ არ არის და ცოტა დამაბოქსავასავთ, მაგრამ ოკეი არის რა. ჩემ ოჯახში იცოდეთ რომ ეს უბრალოდ AI-ის გაკეთებული ვიდეო არის და სინამდვილეში არ ხდება ეს ხო. ვაფშე გზაც აღარ ჩანს. ანუ პირველ ხაშტად იხარ, მეორე ხაშტად დადოსარ ვაფშე ეგეც აღარ ჩანს.
ჯერ არ წერებია რომ ჯაჭვი არისო რეკომენდირებული არა რო გავუკეთო გაიქნა მაგრამ ბიზარები ჯაჭვი გაგათმანელას ორჩონია და ჯაჭვის გარეშე უფრო ასწავლებს ძალიან დიდი ხანია დავდივარ ობე 25-30 დავიღალე მაგრად მაგრამ კიდე უნავია როცა დავუეჭვები რა ერთი 100 მაილის რო გავიარო კიდე 2 საათში ჩავფარა 2 საათში რა იმედია გაიშვა სადაც ალილუია გამოვედი მეღილსა მარა 35-ია მაინც მიდრემედი 45 საათ ჩვენებს აქ მაგრამ ოკეი არის მაგრად აღართოს და გავაგზავნე ხან შეუძლებლად სიავის 45-50 მოკლედ გავიღვიძე საწავი ჩავას ის გამათბობლები და გავაგზავნე სიარული დარჩენილი მაქვს 9 საათი და 20 და ჩასვლას მიწეს 9 საათი და მინდა რომ ნიუ-იორკში შევიდე გვიან საათს 12 საათზე პირველ საათზე როცა ცნობები არ იყოს და გავჩერდები სადმე სადაც საქმე შეიძლება სადაც ჩუა პენსილვანიაში და იქ გავარდები 1-2 საათი ან 3 საათი რომ გავიდეს რომ პენსილვანია გაიხსნა 200 ნახე ბიჯამას დაწერეს ჯგუფებში და საიტეს ნახე რომ გაიხსნა და სუფთა არის და მშვიდობით გადავალ იმედია ცოტა კიდე წამოთოვა მაგრამ გზა რავი სუფთა არის გაყინული არ არის და ძალიან ოდნავ ეს ორი დღეა რაღაცა ამინდის პროგნოზივით არის მთელი ამერიკა. ვაფშე არ იყო თოვლი გამოცხადებული და თოვს ცოტა. კიდე კაი გზები სუფთა დამრჩა 4 საათი კავკაზამდე. კავკასში შევალ ცოტა შევჭამრამეს დავისვენებ 1 საათი ნახევარი 2 საათი. ეხლა მოვიმატე ცოტა თოვლი. და ძალიან ალაგ-ალაგ მომწובה გრუბელი და იმედი ამაზე მეც არ მოიმატებს. გაწმენდითაც ცოტა დევს რა. ცოტა დევს. მოყინული არის. მოხელას ნავიარა. დისტანცია მთავარია და ზონა მაქვს დიდი. ვაშე დანარჩენი ჩემა გამოცდილებამ და ჩემა არებამ ისო რა მომადება ტრაპეზა მოხდება ეს თოვლი მოხდა საერთოდ აღარ დაამაგაზებდა არაში თოვლმაგი გადაიღო მაგრამ ცოტა დევს მაინც ზევი არის გაწმენდილი და მოყინული არის ეს რა სტორმია, ლუი, ეს არაფერი არ არის, გზაზე საერთოდ არაფერი არ არის, გაწმენდილია, ლუი. ეს სტორმი და თოვლი უნდა გენახა ჩემს ბავშვობაში. ციგით რო დავსრიალებდი 3 მეტრიან თოვლში. ლამაზია. საზღალი გადავარდილია თან ეს უეჭველი წინა დღეების არის, გუშინდელია სავარაუდოდ. მოვედი გავჩერდი საჭმელად სასიარულო დამჭა 24 საათი და ჩავალ ხა რაღაცას 1 საათი ვიქნები ალბათ აქ გაჩერებული და ჩავალ და გათობას ჩართავრო რავი არ გაიყინოს მაინც ჩართული იყოს და ღამისთვის კიდე მინდა რომ ბალონები ვიყიდო სადმე და უნდა გავჩერდი აუცილებლად ვიყიდო თორე ნიუ-იორკში მაგარი სიცივე იქნება ძალიან სიცივეებია ხოლმე ნიუ-იორკში წავედი ჩართავ გათობას და შევალ და შევჭამ ამოწე მე ცოტა ხანი დავისვენებ და გავაგზავნებ სიარულს. ჩვენ ჯიგარს გაუვარდა მანქანა და რამენერაც უნდა გამოუთრიო ეხლა. საჩიაყენა არა გინდოდა ბიჭო. რამენერაც უნდა გამოიყვანო არ ვიცი როგორ მაგრამ გამოიყვანო. სალა ერთობაშია. აგია ვიდეოს და მოდი გამოჩდიო. Hello. აი მეს თუ ჩავჩი მაგარი დაგერხევათან მაგარი დავლიოთ.
Hey, რამე ჩამჩი. ბიჭო, დაგირეკავ და სვიაზე იყავი რა. Okay, კოლებში. დავაი. ვიბედია გაიცი. ნენელა გაკაჩავ რა. პირველში ჩააგდე, ხიდები ჩაურთე. აი სამას ჩავრთო. და აი რო გაიჭირება მითხარი რა. გაწყდა? ეგ არ გვეყოფ. მოდი აბა ნახე ის რა ქვია. კიდე მოვიდე? მოიტა დამსვი რა. ორი წუთი მიმიშვი ზომბას გავს. მოდი. ხო გაწვეწნა? დავაიცვა. გადადი ორი წამი დამსვი. მიმიშვი. საღამოს გმირი მეგობრებო. მოგესალმებით. თემურა, თებატონი თემო. თოკები მოხსნათ ეხა რა. Thank you. ეხლა თქვენ. ვორჩი შენ წადი რა. აი ძმა მედი აბა. აქ აღარ გაიჭედო ძმა. თვითონაც ამოიყვანდა პროსტა. პატრა დავეხმარესავთ. საუდი ახლა მოკეთ ამებს ჩამხდი და შემოგიერთებით გზიდან. კი გაწყდა ის რა ქვია. სტრაპი. კიდათ ვერაფერს ვერ უშევდა ეგ სტრაპი, მაგრამ აი თვითონ ყინულში სადაც იყო ჩავარდნელი, მაგედან ამოიყვარე რა. ხო და მე თვითონაც ჩალიჩავდა წვალავდა და თავისით ამოვიდა მე რა. თვითონაც ამოიყვანა, მაგრამ მოგეთ ამოვიდით. ხომ მოყვება უკან არსად არ ჩავარდეს კიდე. Turn right on Garden Hollow Road. წავედი მოკლეს და იმედია მსგავსი რაღაცები აღარ იქნება გზაში. ისე უნდა ჩავაგდო რამე დიდი თოკი ხმართა დაინფორს რაღაცა იყოს. საჭირო არის რა. სტრაპი ხარას მოიმაშვრება და მოერეოდა. მე რამდენი ვიყავ? მე 78 ვარ და ეგაც 79,000 არის წონაში და აი შანსი არა რომ ეგ იყოს რა. მე ჩავაგდო ისე რამე ჭაჭვი ან მაგარი თოკი საჭირო არის მოეჭვო. შემოვედით ნიუ-იორკში, ეხლა შევალთ. ეს არის ჯორჯ ვაშინგტონის ბრინჯი. აქეთ არის მანჰეტენი. არ ვიცი ჩანს თუ არა კარგად. მეტი ვეღარ ვაახლოვებ. და განათებული რა თუ არ არის, არ ვიცი. სადაც ესე ძამე ლამაზია ხო. ეხა იწყება ყველაზე საშინელი. ეგზაში ხო არაფერი არ შეხვდა, არც საშინელი თოვლები და არც ისეთი რაღაცები, მხოლოდ ერთი დღევი არის. და ყველაზე მეტად რაც მეზიზღება არის, რომ ამ ხელა ტრაილერით შედიხარ ბრუკლინში. და საშინელება. არა უშო შევაწყავ შედებით delivery. Take exit 34 on the right to Meeker Avenue, then keep left. ხელა იანკები რატოა თქვენი? აი მაგ ეძახნე რა შტორმია ნიუ-იორკში. და მის გამო ჩაკეტეს გუშინ გზა. და მაგით ორი ჩამოვედი გუშინ. მათი. ეგრევე ვერჰაუსთან გავაჩერე. ერთი თოკი და მეორე თოკი მაქვს დაკავებული და
უეჭველი გამაღვიძებენ. კეთკენ მეორე ტრაილერი როდება, ესაც დრაივენი არის და მასაც ხახვი უდევს. ეს მოუკეთე აქ, თუ არა უნდა გამიდოს. ეს მანქანები არიან გაჩერებული. ეს კიდე ჟუჟხელა მაჩქეს. კარტონის გოლი გაიჩიტა და მოგჭკა. ზავოდი მოგეთ ახლა დავიცნობ თან. დღევანდელი დღე ამით მორჩა. დაგიბრუნდებით შემდეგი ვიდეოდან გამოიწერეთ ჩემი არხი და კომენტარით გათამაშების ვიდეოზე წარმატებები ყველას. მოკლედ ჩავრთე ესენი, ეს ერთი გათობაც, ეს მეორე გათობა ორიანი და რა მალე გარღვადა ზემოდანაც წეთერი მოდის და ყოველდღე ეგრე იყო ხოლმე და ერთი თემა რაც არის რომ ეს გაზი, ეს და ეს ახლები ვიყიდე წეგან რა რომ მთელი ღამე კიდე იმუშავოს რომ არ ჩამქრალება. მოდა ეგრეთ წოდებული სპიონი გამომაყოლეს ეს და იმედია რომ ეს სპიონი იწერს მხოლოდ იმას რომ სად გავჩერდი და როგორ ვიარე და მსგავს რაღაცებს და იმით წავედი მოკლედ და დავისვენებ 5 საათ ნახევარში 6 საათში მაქვს დასწრა. მე გავავალია კარგით. Hello, Mr. George. I have a problem. Magari problema maქვს. ერთი მანქანა წავიდა. ეს არის ის როქიო. აცივარი. ეს ტრაილერი არის. და წინ კიდე 2 ტრაილერი არის და короче 4 ტრაილერი არის დაგუცალეს რა. გაყინული გვაქვს ყველას. ხახ. დავალოდებით ახლა ბროკერს. ახლა გვერდზე რომ მიდგა ტრაილერი, მაგან ვარჩე. ამდენ საათ 4 დღეაო რა, პარასკევს ჩამოვედიო. მე 5 დღე არისო ეხაო რა. კიდე აქ ვარო და კიდე არ მცლიანო და ბროკერიო, вообще. წესი რასაც არ გამოდის კონტაქტზეო რა. და არ ვიცი თუ რა ვქნათ. ჩვენი ბროკერი სვიაზია და აზე ვართ მიცარი რაც არის და შეადაგვიღია მაგისთან ხახვი და მოვაგვარებთ ახლა რაღაცას. ისე ხო სხვათა შორის გაყინული ხახვი იმეს თუ გინდათ, არ არის პრობლემა, ხახვის მეტი რა არის. просто გაყინული არის. დედა აქ ნატირები. ჩავრთავრავი ამ გათობას კიდე იქნება რამე უშველეს. პირველი 2, 3, 4 რიადი რაც გამოიღეს რა. კაი ტემპერატურა იყო. დანარჩენი რიადები რაც გამოიღეს, დანარჩენს დედა ქონდა ნატირები და ესაც აი როგორ იყო, იცი დანით იჭრებოდა, მაგრამ დედა ქონდა მაინც ნატირები და ისინი მენაქვასავით იყო რა უკანაში. და ვინმე თუ დამიწევთ რამეს რომ რატო წამოიღო და რაღაცეები, შეიძლება დრაივენის ტვირთი იყო ეს. დრაივენის ტვირთად ედოთ. ეს გამოთვლები თვითონ მოგცეს. მოგცესა თვითონ მითხრათ რომ იყიდეო ერთი გამოთვლებელი და 2 გაზიო. მე ერთი გამოთვლებელი კიდე დავამატე და 2 გაზი კიდე, ანუ მაგათ მარას მითხეს კიდე დავამატე ერთი მაგდენი რა. ხო და ვკითხეთ კიდევაც ყველაფერი რაღაცეები და მიდიო უბერეო ოლგუდარი ყველაფერია და რა მაგარი ყინვა იყო. ეხა ისე დამცალეს, შეამოწმეს ყველა პალეტი, ყველა მეშოქში არჭავდნენ ტესტერებს, სპეციალურად ადამიანი ყოველთვის მოყვანილი ტესტერებს ამოწმ ურჭავდნენ. რა თითქმის ყველა მეშოკი გასიჭეს და დედა აქ ნატირებიო რა. ეხლა ამას დავანთებ, მე მეორესაც დავანთებ და წავალ. იმედია მალე გამიშვებენ, იმიტომ რომ მალე ნახავ რამეს, იმიტომ რომ მაგარი დარხეული მექნება ერთ დღეზე მეტი თუ მომიწია გაჩერება რა. ახალწლამდე წამოვიღე, მაგრამ ახალწლამდე იყო -2 გრადუსი, აი წინა ვიდეო რო იყო -2 გრადუსი შემხვდა რა. -2 გრადუსი იყო მაქსიმალური და ამ გამათობელი მოუშვედა მაგრად. აი ხა -18
-24 გრადუსიც იყო თან გზაში რა დავდიოდი აღარაფერს არ ვშოლი წავოდი მოკლედ ეს ერთი იმორკაფორიასაც გამოვიდან იმასაც დავამონდარი და შევალ მანქანაში გავიყენე მაგრად გარეთ გუშინ კი დაგემშვიდობეთ მაგრამ დღეს დაგემშვიდობეთ იმედია რამენაირად ჩავაბარებ რა იმ ვიდეოსაც თუ მოესწრო მალე ჩაბარება იმ ვიდეოსაც ჩავსვამ ამ ვიდეოში წავოდი მოკლედ და ნახოთ რა იქნება იმედია ჩავაბარებ მალე დღეს მაქსიმუმ ხვალ დილას თორე შემდეგი კვირაც ჩამივარდება გუშინ იყო აკრძალული ნიუ-იორკში სიარული და შეხედეთ არაფერი განსაკუთრებით თოვლი არის რა მაგრამ გზები არის გაწმენდილი ყველი პანიკა იყო მაგრამ მოსარგებლენდი იყო რომ უფრო დიდი ცუდი ამით იქნებოდა საბედნიეროდ ცუდი არაფერი არ მოხდა ესე ჩემი ხახვი გაიყენა ვა აი ესეთი ამბები არის ნიუ-იორკში ამაზე ჯარიმა არის $100 სადაც მიყენია ეხა ხელათოლი მოვიდა იქი გარი კვადროციკლისტისკენ დავადი მანქანას თორე გავიყენები მაგრამ კაროჩე იაზე ჩამოვედი ბროკერმა გითხრა რომ ჩემი პრობლემა არ არისო ვეღარ ვასაღებო მაგ ტურსა და თქვენ უნდა მიხედათო მაგ ხალხში იყო გადახდილი $15,000 ეს $15,000 ჩვენი მისატანი არის პლუს გზა რაც გვაქვს რა ფასიც ავიღეთ ტვირთი მაგასაც აღარ გვიხდის პლუს ეს ხალხი რო გაყინული არის გადაყრის ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ მე ხო და იარზე ჩამოვედი ახლა სახში უნდა წავსულიყავი და აი იქითკენ რომ აი ისა ეგ რომ მანქანა დგას ეს არის ჩემი მანქანა და მანქანას ვერ გამოვყავს ძალიან მაგარი დღე მაქვს საული ახლა ველოდები ჩემი მამიდაშვილი მომიყვანს სახში ეს ჯიგარი მოვიდა და მეუბნება რომ საჭმელი თუ გაქვს მომეციო საჭმელი თუ გაქვს რაღაცეებიო წვენია რაღაცეებიო მითხარია მოკლედ მოვოდით ჩასაბარებლად ვავარებ ამ ხალხს ვერსად ვერ მიიღეს ვერც ნაგავი ვერ ნახე ნაგავი სადაც უნდა მენახა და სადაც უნდა გადამეყარა $4,000 და $5,000-მდე ითხოვდნენ 4,000 $5,000 ითხოვდნენ ეგრე რა ფულს ხო და მოვედი ხა ამუშავებენ გაფუჭებულ პროდუქტს და აქედან გაზი გამოყავთ ეს ხახუ შეგვეტენა ჩვენ მე $1,700 უნდა გადავიხადო გადაყრაში პლუს კი არა და მინუს $6,400 იმისთვის კაროჩე ხახუ ჩავაბარე აი ეს დაბლა ყინულები აქ შეხედეთ რა ხდება ყოფში სულ ყინულებში იყო ეს ყინულები არის ეს გვერდებზე სულ წვეთები არის გუშინ პიკაპზე ვიყავი მისული და არ დამკვირდეს იმიტომ რომ ის გაქვსო რა სველი ტრეილერიაო და არ მოგცემთ ტვირთს გუშინდელი დღეს ვერ ვიმუშავ დღევანდელი დღეს ვერ ვიმუშავ და ხვალამდე რამენერაც უნდა გავაშრო და იმედია დღეს ეხლა რა ვიდეოსაც ვწერ ამით მორჩება ეს ვიდეო 4 ჯერ მოვჩი ამ ვიდეოს ჩაწერას
ითბება ნენელა ისეც. ურთქლიასთვის ეს ერთი მაქვს ჩართული აქეთ. აქეთ ეს მეორე მაქვს ჩართული. აქეთ ეს მესამე მაქვს ჩართული. და სველი არის მაგარი. წავედი მოკლედ ახლა ცოტა კიდე უნდა გამოვხვეტო, რომ ცოტა გავუადვილდეს გაშრობა. შემახედე ჭრდილს შემახედე ჭრდილს. მარცხენა მხარეს, ისა? კაია, ხო? და ისა იქით ახალეთას უნდა ცოტა და ეგ არის. ეგ არის. საგო. Короче, მზეს მიუშვირეთ, ახლა და იმდიამს მაინც გაგვიწევს და გვეხმარება ცოტა რა. აქეთკენ უკვე ააშრო კარგად. და ამით ნენელა გამოვყვებით. სანამ აქამდე მოვალთ, ჩვენი ვალია რომ ზემ გაგვიშროს ეს ნახევარი და ჭაშრობს კიდევაც არა უკვე. აშრობს. მოსამზე იყო ზემოთ. სანამ წმინდავით რაღაცა ყინულებს რაღაცებს, ახლა ქვევით ჩამოვიდა და შემოანათა და კიდე ქვევის რო ჩამოვა, უფრო კარგად გააშრობს. მადლობა ბუნებაო დახმარებისთვის. ეს ამბები რო არ გეკეთებინა, არც დაგვჭირდებოდა შენი დახმარება. ცოტა დარჩა და galღვევა და წავალ სახლში, თორე ბიჭო და წავალ სახლში, მაგრად მშია. გადავვილებ და ხვალ წავალ პიკავდე და იმედია იქაც დავტვირთავარ. ყველაზე გადაობა რაც არის და ყველაზე მაგრად რაც ვიდა რომ короче ეს ამას სადღაც ერთ თვეში ვიუბრუნებ და მაცივარს დავითრე უეშველი და ხახვებს ვატარებ დიდ იმენა ხახვის გარეთ და იმენა რამე თუ ავიღო ზამთარი ზაფხულის უხახვები უნდა ვატარო. აღარ გამეყინოს, მაგრამ ჩემი ბედი როიც გამეყინება, მაგრამ არ გამეყინება. წავედი მოკლედ ვიდეო დასასრულისკენ წავიდა. გამოიწერეთ ჩემი არხი. იმედია რომ აღარ გაგრძელდება ეს ვიდეო და დღევადელით დამთავრდება და შემდეგ ვიდეოს სხვა ამბებით დავიწყებ. გაშრება ეხა ისაც. წავალ დავისვენებ, გავრიცხავ ტანსაცმელს. და დაველოდები ხვალინდელ დღეს. მაგრამ ხვალინდელ დღემდე ერთადერთი მუღამი რაც მაქვს, წავიდე და ცოტა დავლიო და ცოტა დამისხი ცოტა. წავედი მოკლედ. წარმატებები და დრაივენის და ფლატბედის სიცივეში ხახვი არ წამოიღოთ.